გუშინ დილით ავდექი მეთქი წავალ თუ წვერს გავიპარს, ავთმას გავიპარსავ ნახე რა ვსგავარ, მაგრამ ისეთი ცუდად გავხდი, იმინა ისეთი ცუდად გავხდი, რომ მეტი რო არ შეიძლებოდა. თავბრუდამე ხვა თავი ამტკივდა. თითქოს ამცივნებდა. კაროჩე სახე მქონდა გამძვრალი რა. ხო და გუშინ მთელი დღე მოვანდრომე სახში წოლას. წავალთ ახლა ქალაქში და მოვწესრიგდები თუ არა, ბიჭო რა ვსგავარ, ნახე რა ვსგავარ, ბრატ. მაგრადაცივდა რა მეგობრივ, აი ძალიან მაგრადაცივდა. მინა ყინავს რასაც ქვია. ბენზინი გვაქვს ახლა ასაღები და მე 1 საათის გზა ქალაქისკენ. ო რა შობი ანზორიკა? რავი რა ვქნა, სარასროს ხარ, შერასო. რავი, შენსკენ მოვდივარ თმის შესაჭრელად და ხო არ გინდა თმის შეჭრა შენც? არა, ჯერ არხებით. ო, კაი. ბენზინი თუ არ ვიპოვეთ სწრაფად, სადმე დავრჩით გარეთ? აი აქ ბენზინი ღირს ყოველთვის 10 თეთრით ნაკლები ვიდრე ჩემთან. ანუ აქამდე რომ მოხვიდე ჩემი სახლიდან არის 10 მაილი. არა, მე მადლობელი ვარ, რომ იქ გვაქვს ბენზინგასამართი სადგური, მაგრამ ბიჭო 10 თეთრი ხა, ვითომ ხო არაფელიო, მაგრამ ახლა სისტემატურად 800 ხავ. ანუ აიხლა ჩავასხი $9, ანუ 9 გალონი დაახლოებით დავზოგეთ 90 თეთრი. როცა ეს გზა უნდა გავიარო, მოვდივარ აქ ვასხავ ხოლმე ბენზინს. თორე ისე ჩემთან ვასხავ ხოლმე, სიმართლე რო გითხრათ, მჭირდება ეგ ბენზინგასამართი სადგური იქ. ამიტომ იქ უნდა ჩავასხა. თორე რა ჩამოვა ბიჭო 10 მაილი აქ ჩამოდი ბენზინი ჩაასხი და მე 10 მაილი წადი უბრალოდ ისე. კაი ხო არ გადავალ. 15-20 წუთის ამბავია ერთი გზა და 15-20 წუთი აქით, 15-20 წუთი იქით და ის რაც დაზოგი ის კი დაწვიდა რა აზრი აქვს ამაზე. 45 წუთი მოუნდით თმის შეჭრას და მოწესრიგებას. წამოხა ანზორისთან წავიდეთ. კემპინგის მერე ცუდად იყო. ანუ გაცივდა ცოტა რა. თუ არ შეგიძლია ბიჭო რას კემპინგო. მაგრამ გაცივდა ცოტა და წამო დავხედოთ როგორ არის. ახლა ცოტა ისეთ უკეთესად უნდა იყოს. პრინციპში არიც გაციებული იყო. მეც გაწინა დღეების გაციებული ვიყავი. ასე რომ ნორმალური იყო და მოსალოდნელი ეგ გაციება. welcome. ხარვანზო. გაუმარჯოს, როგორ ახარ? ოჰ, შეგენაცვალე რა ვახარ ანზორიკა? რავი, არა მიშო, მე როგორ ახარ? ბიჭო, გავიგეთ გაცებულიაო და. ცოტა გაციებული, მაგრამ არა უშავს, ვებრძვი რომ გამოვიდე. სააღოლძმა. ერთი კვირა უკვე ვებრძვი. აჰა. ბოლო იმის კემპინგის მერე? აი ჭრანზორი. იქ შეფსიქდა ცოტა ძალიან ამეთამათი. ანზორიკა ცხოვრობდა სხვა მისამართზე, სანამ აქ გადმოვიდოდა. ასე რომ პრავა აქვს, მართვის მოწმობა აქვს სხვა მისამართზე რა. ხო და ახლა წავალთ და ვეცდებით, რომ ახალ მისამართზე გადმოვიტანოთ მართვის მოწმობა რა. ხო, ეგ რომ გააკეთო, გჭირდება ბილები, 2 ბილი გჭირდება, ხო და მე მგონი აქვს 2 ბილი. ხო და მივიდეთ, ნახოთ, ჩემი რამიდი, შენი რამიდის, მივიდეთ, ნახოთ და თუ უშველით ანზორიკას უშველით, თუ არა და დაელოდება მე ბილებს. მოკლედ ესეთი ამბებია მეგობრებო, წავედით, წამოვედით, რაღაც საბუთები დაგვაგდა. ასე რომ დღეს ვერ შევცვალით მართვის მოწმობა. თვალე ჩამოვალ ისევ ქალაქში და შევცვლით უეჯველად. სახში დავგვჭა და ახლა აქიდან სახლი არის 1-15 წუთი მერე უკან ისევ და კაროჩე რა ტვინის ბულღვა. თვალე ჩამოვალთ ისევ და შევუწვით, არ არის პრობლემა, გაიგე შენა. მანამდე ხა იაროს ასე. არ უჭირს არაფერი. წავით ახლა სახში რა. თან ანზორიკა ცოტა საშიში არის რა. იმიტომ რომ წეველი კაცია, გაიგე შენა. წეველი კაცთან ჩემი დუჟენია, კაი ხანი არ შეიძლება. ახლა მერიდებოდა, არ ეწეოდა, მაგრამ რამდენი ხანი მოგერიდება კაცი, ხო ხტები? ხო და წავედი ახლა სახში, სანამ შარში არ გავყარე თავი რა. დავაი. ანდრია და ბავშვები არიან წასულები ბაზარში. ნუ ბაზარია ხოლმე რა, სადაც აი ხილბოსტანს, ყველს, რძეს და ეგეთ რაღაცებს ვყიდულობთ ხოლმე. კვირაში ერთხელ არის ეს ბაზარი. და ჩემსკენ უფრო ფერმებია და ასე რომ შეგიძლია პირდაპირ ფერმაში იყიდო მეტნაკლებად ნატურალური პროდუქტი რა, ეს იქნება ხორცი იქნება, ძის პროდუქტი იქნება, თუ ხილბოსტანი იქნება, ხო აზე ხარ. ხო და მოკლედ იმის თქმა მინდა რომ მივდივართ ახლა ბაზარში. ამ ხელა კამერით არ ამგონია რომ ვინმეს გაუსწორდეს ეგ სიარული, ასე რომ ტელეფონით ვეცდები რაღაცები გადავიღო. ხო და მე თუ გაგიწორდება ერთი დღე შენი გულისთვის მოვაწყობ იმინა ბაზარს.
Holy moly, Andrushka, it's so cold. You crazy, baby. Hello. 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 Oh, Harkatsi. Ah, let's go. Holy moly, it's so cold. Hi, Aya. How are you, baby? Das. I say, I'm going to go to this bazaar, yeah. American. What's that? I like your haircut. You like it? How about beer? Yeah. ანუ როგორც წესი, ეს სავსეა ხოლმე, მაგრამ ძალიან ცივა მეგობრებო. ამიტომ შეთხელებულია. თან უკვე გვიანიც არის, უფრო დილით გამოდიან ხოლმე. და დილით არის ხოლმე ბაზარი რა, ახლა გახლავთ აქ 3 საათი შუადღეს უკვე დასასრულს უახლოვდება რა ეს ამბავი. აი როგორც ავფიშნე, აი ჯვერმანი რაღაცეები ცივიდება აქვე. ეს სავსეა ხოლმე მეგობრებო. მაგრამ ისეთი სიცივეები აღარავინ აღარ გამოდის. ვაი მე რა ცივა რო იცოქო, შემოვედით შიგნით ცოტა თბილი, ცოტა არა კარგად თბილა უკვე რა. ნუ დაგათვალიერებდით. ანუ სამგორია რა ბატა. სამგორის ბაზარი. Yeah, you recording now. Can you go forward? Ai, მყავს ახალი ოპერატორი. Აი. ეს არის ძე, ნატურალური რა. Parokatsi. Picho, you not cold? Yeah. You cold now? Yeah. Finally, you cold. არა გარეთ მაგრაცივა, ძალიან მაგრაცივა მეგობრებო. ყინავს. ძალიან დიდი განსხვავებაა გარეთ და შიგნით. წავედით სახლისკენ, წამო თუ არა გავიყინე. რამდენჯერ ვთქვი ეს, მაგრამ ცივა, ბიჭო, რა გავაკეთო, ცივა. Parokatsi. You just woke up. Dad. What happened? You just woke up. You. Who I woke up? Yeah. Oh, I'm sorry. But we are home though. That's okay. We are home. We're not supposed to wake up. Oh, I don't know. მე როგორც ვატყობ, ყველა ჩემი უფროსია რა აქ. წავიდეთ ახლა შევლაგდეთ და ხვალე გაურბინოთ ისე ვანზორიკას და გავაკეთოთ მისი მართვის მოწმობა. წავიდეთ ახლა თუ რა ცივა. დღეს მორჩა აქ. მორჩა კინო, წაც სახლებში. ხო, მართლა, სანამ კინო დასრულდება, მოდი განახებთ რამდენია გასული. გასულია ზუსტად 3 დღე და თითქმის 1 საათი. ესე რომ ყველაფერი კარგადაა. ვინც ჩემთან ერთად ხართ ამ ამბავში, გენასვალეთ. ვინც არა ხართ, მაინც გენასვალეთ. წავედით სახლში. This is it today, right? This is it. კათენდა დავიძარით ანზურასკენ, გავუკეთოთ ახლა მართვის მოწმობა და მე შეხვედრა გვაქვს. მე მანქანაკოს გასარეცხი, მოკლედ საქმეები გვაქვს დღეს ძალიან ბევრი. ეს რო წამ. მოგვარდა ანზორიკა რა, თავის საქმეში. მე შეხვედრა მაქვს. ხო და აი ამ შეხვედრაზე ისეთი რაღაც უნდა გადაწყდეს, რას ვიზავ მე მომდენო თვე არის თუ 2 თვე. აი ეს ამბავი გადაწყდება მაგ შეხვედრაზე რა. ამასობაში მეგობრებო გასულია 3 დღე და 18 საათი. ბოლო ღერის სიგარეტიდან. პროგრესია. მე თუ მკითხავს კაცი, პროგრესია. აბა რა. გავრეცხოთ, აბა $40 რა გაგვირეცხეს. ახლა ყველა სენსორია მუშავდება, ნახე ახლა რა. ანზორიკა, როგორ ფიქრობ, $44 გვა გადახდები ძმა. უნდა გააწკრიალონ ყველაფერი. სიგარეტით აი უნდა გააყრიალონ. ნახოთ აგე რა. პრიუსი, მინა ყველა სენსორია ინტერო. ბაზარი არა. ვითომ გარეცხავენ კარგად? თუ არა? თუ ისე რა. ნახოთ. ხო, მაგრამ ვერ რეცხავენ ხოლმე კარგად მეგობრებო რა, აი რა ვიცი რა, მე პროსტა ხამ სიცივეში მეზარება ხოლმე მარტო გარეცხო თუ არა. მე და ანზორიკა ხელით უკეთესად რეცხავთ ხოლმე.
აბა. ეს არის ახლა კაი გარეცხილი. ბაზარი არა. აქეთ მტვერები. არა ვიცი. ახლა ანზოლიკამ თქვა იმისი არ იყოს რა ახლა. თქვენ ხართ ესეთ კლაუზნიკებიო ბიჭო. ანზოლიკა წახან კაი შენიშნა გააკეთე რა. ნახე რა შეასაკ. როცა 7 კაცი ესევა მანქანას, ის საქმე არ გამოდის. ეს ანზოლიკას ნათქვამია რა. იმიტომ რომ იმან იქიდან ჩამოურბინა, ამან ეს გამაზა, იმან გადაახტა, იმან ის გააკეთა, იმან გადმოახტა და ბოლოში ვერ გაირეცხა ისე მანქანა როგორც უნდა გარეცხილიყო. ვითომ სწრაფად გიკეთებენ ამას. მანდა თან უხარისხო. აი დედას გეფიცები, აი ახლა ნებისმიერი თავმოყვარე ადამიანი დასვით ამ მანქანაში და იტყვის რომ ვინ შენ მანქანა გაგირეცხა, ან ვინ შენ მანქანის გარეცხვა გასწავლაო რა. ხო და თქვენ შეგვაგინებთ ჩვენ და ჩვენ რა შვაში ვართ ბიჭო. ჩვენ კი ვიცით როგორც უნდა გაირეცხოს, მაგრამ თან ცივა არა უშავს. სახში მივალთ და გადავავლებთ ხელს ცოტას კიდე. გაკრიალდება რა, ანუ რა სიძალო. $45 დასრული მანქანა მომს. Very nice, very nice. ჯო მაგრაციო ეს 2 დღეა იმინაყინავს რასაც ქვია რა მეგობრებო რა. რა ვანზოლიკა? ხوار ცივა? არა, არ ცივა. ნახე რა ხდება. ძალიან ძვირები ხეს რა აქ სპორტული ზედები, შარლები და ამბავისა. ვინდა ერთი 2 წელი საზამთრო სპორტული შარვალი ისეთი რომ ეზოში ჩაიცვის კაცმა ხოზე ხა. რამეს ავარჩევთ ხა და მოვალთ. ეს ერთი ანზოლიკა. ესო დაფეთო. Oli. Toma. Bien. Hola. კი ხარგა, ხარც პატარა არის, არც დიდი. და ნიკი არის. ნიკი არის. ამოდიო რა. სახში ჩასაცმელი. სახში აი. კი არა, ზომა კი. ხო, სახში. უპორტუ. ოხოდეთ ის ორი შარვალი, ნასკი ავიღეთ და ეგ არის რა. აგე 50% იმფაზაკლება. მაინც აკაზავტრიალდეთ. მოგვარეთ რამოდენიმე საქმე უცებ გეტყვი შეხვედრაზე რა მოხდა. ისე ანუ პრინციპში რა ორი ვარიანტი მქონდა. ერთი მინდოდა რომ ისე გამოსულიყო, მეორე მინდოდა ასე გამოსულიყო. მოკლედ როგორ გამოვიდა ეს ამბავი? ახლავე გეტყვი რა. ცოტა ხნით უნდა წავიდე. აუ ვიცი რასაც ფიქრობ, შერატვენი გაბურღი, ან მოდი ან წადი, მაგრამ რა ვქნა, რა გავაკეთო? 1-2-3 კვირა ვიყავი უმუშევრად, დაჟე მეც ერთი თვე. ხო და იმიტომ იყო რომ ვიდეოები ხშირად იდებოდა. მაგრამ შორს არ მივდივარ. არა, დამშვიდი. უბრალოდ იმ სიხშირით ვეღარ დაიდება რა. ვეცდები რომ 2 კვირაში ერთხელ მაინც დავდო ვიდეო. თან ახლა შენს გამიგი, ახლა შენც ხო უყურებ ამ ვიდეოს. ახლა ამდენი ამბავი საიდან მოვიგონო და ჯობია ერთხელ დავგეგმო და კაი გავაკეთო რა. ასე მიჩვენია მე. არ ვიცი ახლა შენ რა გიჩვენია, მაგრამ მე ასე მიჩვენია. მოკლედ, სამუშაოზე მითხრეს რომ ლაშა დავაი დაიწყეო. ერთი კვირა მოგცეს სატესტოდ, უნდა გავტესტონ და ნახოთ რა გამოვა. ხო და მაქსიმალურად ვეცდები მეგობრებო რომ ხშირად დავდო ვიდეოები. როგორც აღნიშნე რა, ვიდეოები იქნება, ნუ გეშინია არ მივდივართ არსად. უბრალოდ ამ სიხშირით არ იქნება. სულ ეგ არის. ხო, ეგ იყო რა, რაც უნდა მეთქვა. დავედი ახლა სახში მე, მივხედო ოჯახს. ჩემი ბოლო სიგარეტიდან გასულია აი ამდენი დრო, ხო? აი ამდენი დრო. ბოლოს რომ უწია. იმედია შენცანებებ თავს და სიმართლე გითხრა, პირველი 2 დღე უფრო გამიჭირდა. ახლა ნელა გადამაქვს ეგ ამბავი და იმედი მაქვს უფრო მარტივი იქნება სულ ცოტა ხანში. რა, სულ ეგ არის რა. წავედი. იმედია მოგეწონა ეს ვიდეო და დაალაიქე და ნახოთ აბა რა გამოხმაურებას ნახავს ხა ეს ვიდეო რომ მე იმას ვქნა შევეშო იმ მუშაობას და აქ გადმოვიდე. Adiós amigos.